9 ნომრისთვის ბურთის გატანაში და მათ მხარეზე გადავიდა და ზემოდან დააწვა იმპულსს. ჯარიმა ჩვენი კარის პირდაპირ და 10 წუთი ვიქნებით კაცნაკლული. არ გვეყოლება ერთი ბეკი. ბიზინა სამხარაძე გადავა 9-ზე, მაგრამ მე ვინ დაიჭერს შვირინსა და მგვენიას ფრთებზე. არც თუ სახარბიელო სიტუაცია შეიქმნა ახლა ჩვენი ნაკრებისათვის და ის 10 წუთი ნამდვილად გაგვიჭირდება, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ფრთის მოთამაშეებს ბურთი ხელში არ ჩაუვარდოთ ჩვენი სტუმრების. აი ესე 10 ნომერი ნესემ მალიფა ემზადება ჯარიმის დასარტყმელად, კარგი პოზიცია აქვს ამერიკელებს. პრაქტიკულად კარის წინ დაახლოებით 38 მეტრიდან შეეცდებიან ახლა ისინი ამ ჯარიმის რეალიზებას. ნახოთ. მაყურებელი გუგუნებს ცოტა უსწრენს, ხიჟინაც არის, იქნებ ბერმა გაგვიღიმოს და ააცილოს. და მართლა აცილა ბურთი. დიდი მადლობა მალიფას ამ ჯარიმის გაფუჭებისათვის. 12-14 ისევ ანგარიში. ისევ ორი ქულაა სხვაობა სტუმართა სასარგებლოდ. 1 წუთიც გავიდა, აბუ მერე დაგვიბრუნდება, ეხლა ბიჭები უნდა შეიკრან და კაც ნაკლულებმა რამენაირად უნდა გადავიდნენ იქით, რა თქმა უნდა, რამენაირად არა გადავლენ, ეგ ეჭვი არ გვეპარება მაგაში და იქნებ წინაც გავიდეთ უფრო მეტად დავირაზმოს. ისე კიდე ორი rezervi ყავს, ნემსაძე და კოლელიშვილი. ნემსაძე უკვე ემზადება ზაალ მოედანზე შემოსასვლელად. ამ სიმაღლენი და ამ ხელა მასა აქვს და ახალგაზრდები არიან და დასვენებულები. ნამდვილად უნდა ჩავობათ ბრძოლაში. ისევ ამერიკელების შეტევა ჩვენს ნახევარზე მოედნის ცენტრთან ახლოს, მაგრამ მივაწევთ დავძარით ცენტრამდე ჩავიყვანოთ, ისინი ბურთს არადა ართმობენ, თვითონვე აკონტროლებენ, მაგრამ წინ დაუვარდათ ახლა რამდენადაც მე მომეჩვენა ეს ყოველივე, მაგრამ თავარი მსაჯია პიტერ ალანი, შოტლანდიელი არბიტრი, რომელიც დღევანდელ შეხვედრას სჯის. მათი მე-14 ნომერი, ყველაზე სწრაფი გვენია ბურთით, არ მისცეს მას წინ გადაადგილების საშუალება. ახლა მე-13 ნომერი ემერიკი. ემერიკი, სუნიულან, გვენია, ვაილზი და შვირინი. მაგრამ 4 ნომერი გვიტევს. ახლა მძიმე ფორვარდებმა შემოგვიტიეს. ისევ არეკნით დაარტყეს სტუმრებმა და ზუსტად 17-12 ორი არეკნი გაიტანა დღეს ამერიკის შეერთებულმა. 15 ნომერმა გაიტანა ამჯერად 10 ბაგიურად 15 ქრის ვაილზი. ორი არეკნი გაიტანეს ამერიკელებმა, 17-12-ია მათ სასარგებლოდ ანგარიში. გიორგი ნემსაძე შემოვა მოედანზე ვის ნაცვლად. განმეორებით ნახეთ, როგორ გაიტანეს არეკნით დარტყმული ბურთი და რა თქვა, გიორგი ნემსაძე მეორე ხაზელია. გამოვან სუთიაშვილი ან დათუნაშვილი. იმედია დავინახავთ. ნახავთ. და ამერიკელები ცვლიან ორ კაცს ერთდროულად. 16 და 18 ემზადება მოედანზე შემოსასვლელად. 16 ცხადია, რომ ხუკერ შეცვლის კრის ბილერი და 18 სკოტ ლავილია. ისევ კაცნაკლულია საქართველოს ნაკრები ველოდებითი 10 წუთის გასვლას, რომლითაც მოედნიდან გააძევა მსაჯმა ჩვენი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე და ცენტრიდან უნდა განვაახლოთ შეხვედრა. კვირიკაშვილმა დაარტყა. აგრო სულში დაგვიკიდეს ახლა 40 მეტრის ხაზზე ვართ. ხამაშურიძემ მოიტანა. შემდეგ თამაში ბიძინა სამხარაზე ჩაერთო და ამწვავა შეტევა მარჯვენა ფრთიდან. ბიძინა 9 ნომერი იქნება ახლა. ვიდრე აბუსერიძეა დასჯილი. გადავკიდეთ. არ დაუვარდა ვაილს ბურთი. თავიანთ 22-ში თამაშობენ და იქიდან იგერიებენ მალიფა არტყავს კიდეზე იქ ცენტრის დონეს.
ჩვენი დერეფანი სათამაშო კი რა გვჭება 14 წუთი და ვაგებთ ისევ 5 კულას ანუ ერთ ლელოს და ლელო აქამდე ვერ შევიტანეთ ამ მატჩში ვერ ბოლო მეოთხედი უკვე კარგა ხნის დაწყებულია ნატრიაშვილი 55 მეტრის ნიშნულზე მარცხნიდან ვაგდებთ დერეფანში გურჩს ამერიკელები 18 ნომერსაც ახურებენ და ჩააბან ბრძოლაში ნიკ ჯონსონი შემოუყვანიათ 19 ნიკ ჯონსონი შემოვიდა მესამე ხაზში და აგერ ახლა მაგრამ მათ სათადარიგო ჰუკერს რაღაცა ეთკინა შეიძლება გასულ მოთამაშეს დაბრუნება მოუხდეს მოედანზე კაპიტანი თოდ კლევერი მოედანზეა ლევან დათუნაშვილი არ არის მეხუთე ნომრით ჩვენი ნაკრების მეორე ხაზელი მინდორზე შევქმენით მოლი დავიძარით წინ ისინი გამოგვეცალნენ ჩვენ თავიდან დაულაგდით კიდე მივა 15 მეტრი უკვე მოვიგეთ ერთი ასეთი გამოსვლან ჩაქცევა და ჯარიმა დიახ ჯარიმა ჩვენ სასარგებლოდ მაგრამ შედება გრძელდება ზირაქაშვილი გულით ჯარიმა ეხლა უფრო ნაკლები მანძილია კარამდე მეკოს რა თქმა უნდა შეუძლია ისევ დაარტყას და ისევ გაიტანოს სტრატეგია ასარჩევი რა ჯობია და გავიტანოთ და მე იმათ მივცეთ ბურთი თუ დავარტყათ კიდეში დიდხანს ვიჭიდაოთ ლელო შევიტანოთ და ამასობაში აბუც გამოვა ეს სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ეხლა რა მოგახსენოთ არ ვიცით ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას მაგრამ სწორია აბუსერჯი არ არის მოედანზე მაყურებელი უკმაყოფილო დარჩა და მეკო მის ჯარიმა კიდეზე და ხალხს მოეჩვენა რომ უფრო წინ უნდა ყოფილიყო დერეფანი ესე თუ ისე 22 მეტრზე იყო კიდევ ერთი მოლი შეუქმნით და ბლოკის გამო ჯარიმდებით ასეთ კრიტიკულ მომენტში ანუ ის შანსით დაიკარგა ის სამი კულა ახლა ნაღდი არ იყო მაგრამ შეიძლებოდა იმ სამი კულის აღება გამში მაინც უფრო სწორი გადაწყვეტილება მათაც შორს ვერ მოიგერიეს სხვადასხვა და ახლა ყველაფერი შეიძლება გავიმეოროთ ესე 2 წუთის შემდეგ ისევ თავიდან ცენტრი ისინი აგდებენ დერეფანში ბურთს უკაცრავად მათ ჯარიმა იყო 16 ნომერი ბილერი აგდებს ბურთს აგდეს მოიგეს და ისევ ხაზით შემოგვიდიეს. მარცხნი უდევენ ახლა. კიდევ ერთი დარტყმა. 45 მეტრი რჩებათ ლელომდე გასავლელი ესე არ ჩქარობენ წინ გადაუვარდათ ხეირი ჩვენია უდესიან მაიღო ბიზნეს სამხარაძეს აქვს ბურთი ჩხაიძესაც გაუვარდა ბურთი მაგრამ უკან მერე რას დანიშნავს საჯა ახლა იმ პირველ შერკინებას იქ დაგვიბრუნებს თუ ამერიკას მიცემს არა ჩვენ გვიბრუნებს იმ პირველ შერკინებას ხეირი ვერ გამოვიყენეთ არა გავიდა ის 10 წუთი რომ დაბრუნდეს ახლა აბუსერიძე მინდორზე აი ახლა გადის ზუსტად 1 წუთში ან 2 წუთში შემოვა იქ პაუზაც იყო 30 წუთი მიიწურა მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთზე ოდნავ მეტი რჩება თამაშის დამთავრებამდე და ახლა ისევ 15 მივარ დაბრუნდა ირაკლი აბუსერიძე დაიკავებს თავის პოზიციას ხანონის პოზიციას ხოლო ხთაზე გადმოვა სათამაშოდ ბიძინა სამხარაძე რომელმაც ირაკლი მაჩხანელის ადგილი ტრავმირებული ირაკლი მაჩხანელის ადგილი უნდა დაიკავოს და ასეც მოხდა აი ეს გადაწყობა შედგა ჩვენი შერკინებაა ზუსტად მოედნის ცენტრში ათი წუთი რჩება 10 წუთზე ნაგად დაუმატებს საჭი 1 წუთს ეს ნამდვილად დაუმატებს 1 წუთს მაგრამ
შერკმა მოიგე თუდესიანი მოეხსნა საქმეში ჩართო კვირიკაშვილის შეტევა და შემდეგ გაჭარავა. აჭარავა მიცას იბზიბაძესთან მას წინ გადაუვარდა, მაგრამ მე მგონი ჩაჭი არაფერი არ თქვა მაგაზე და მერე მიწაზე თამაშისათვის გვაჯარიმებს. დასანანია, კარგი შეტევა გქონდა, ბურთისთვის ხელი რო გაგვეშვა დროზე, ბურთი ჩვენსკენ იყო, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. ამერიკელებმა დაარტყეს აუჩი. თამაშობაში კიდევ ერთი წუთი გავა. მაგრამ თამაში წაგებული არ არის ბოლომდე, ბოლო წუთამდე. 5 კულა სხვაობა, 1 ლელო გვინდა და ფრეარი ვნახოთ. ჩვენია ბურთი. აბუსერიძე მაიღო. მემსაძე 40 მეტრი გრჩება. აბუსერიძე მოპარა იქით. დერეფნის კუჩი ბურთი. 72 წუთი. ნატრიაშვილის შეტევა. ფრონტის შუაში ვართ 40-ზე ნაკლებია გასავლელი. მარცხნივ. კვირიკაშვილი, შემდეგ უგესიანი. დიდია მონდომება, დიდია მცდელობა იმისა, რომ გარდატეხა შევიტანოთ თამაში, ეს ძალიან კარგია, რამდენ ხანს გაუძლებდა გვეყოფა ენერგია მთავარი ახლა ის არის. მძიმე მატჩი გამოვიდა. საკმაოდ სერიოზული მეტოქე ყავს დღეს საქართველოს ნაკრებს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების სახით. ამერიკელებმა კარგი რაგბი გვიჩვენეს და იმინდა რომ მასპინძლებმა როგორმე ეს დასკვნითი ფაზა ჩაატარონ ისე როგორც მათ შეჩვევიათ. შერკინებაში სტუმრები შეაგდებენ ბურთს თავისავე ნახევარზე 10 მეტრიან წვეტილზეა შერკინება და ვიტო კოლელიშვილი ბოლოს შეცვლის უფლებაც გამოიყენა რიჩი დიქსონმა თბილისის ლელოს თავდამსხმელი შემოვიდა მინდორზე 19 ნომრით ვიტო კოლელიშვილი რომელიც გააგრძელებს შემდეგ თავის მოვაწეობას საფრანგეთის კლუბ კლერმონში. თავისი კარიერა ამახალბედა მორაგბისა გაგრძელდება სწორედ ამ ტიტულოვან ფრანგულ კლუბში. ახლა შეკინებით ისე ვათრია წამოიშალა და გაწევ-გამოწევა. არაფერი, ყველაფერი ჩაწყრა და ჩაწყნარდა, მატჩი განახლდება. ახლა კაპიტნებს დიახ ისევ კაპიტნებს დაუძახა დაწყნარ ვითო. ისევ ნახოთ, ისევ შერკინება იქნება, ისევ მივაწვევით და იქნება ჯარიმა მოვიპოვოთ. ვიტო კოლელიშვილი შალვა სუთიაშვილს შეუწყვილდა მეორე ხაზში. საჯი რაღაცა მითითებებს აძლევს პირველი ხაზის მოთამაშეებს და ბოლოს უნდა შეაგდონ ბურთი ამერიკელებმა. შეკინება იყო აბუსერიძე მაგერ შებოჭა თავისი ვიზავი 9 ნომერი ჩვენ მხარეს დარჩა ბურთი. მეტი მიძალება ახლა საჭირო ბურთი ჩვენ ვაკონტროლებთ. კიდევ 25 მეტრი გრჩება მარცხენა ფრთაზე 25 მეტრის ნიშნულზე ვთამაშობ ბურთი მიწაზე გვიდევს. კოლელიშვილი აიღო თვითონ მიეძალა. ხაზე გავიტანეთ, მაინც ხაზე გავიტანეთ და მარჯვნიდან შეტევა გაჭარავა ბურთით. გარა ჯარიმა გვერდიდან ბოჭვაზე გვერდიდან შესვლისათვის. დასანანია, კარგი შეტევა ჰქონდა. მე რამდენი ჯარიმა არის უკვე ესეთი. ისინი რა თქმა უნდა არ იჩქარებენ. მალიბან დინჯა დაარტყა იქით კიდეზე 22 ხაზთან. 76 წუთი სრულდება. ცოტა დრო გრჩება.